მოგესალმებით ვიფასო მეგობრებო, დღეს მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ ვიქტორ მაქსიმენკოვის ვიდეოს, სადაც ის გვიყვება თუ როგორ იყენებდნენ ადრე ძველ დროში ეფირს. ვინც არ იცით, ეფირი ამოიღეს მენდელეევის ტაბულიდან. ეფირი იდგა ადრე პირველ ადგილზე. და ეს ეფირი ჩვენ გარშემოა, ის არ ჩანს, ჩვენ მას ვერ ხედავთ, მაგრამ ეს არის როგორც ჰაერი, როგორც ინერტული აირების შემადგენლობა იმ ჰაერში, რომელსაც ჩვენ სუნთქავთ, ხო? ჩვენ აგრეთვე ჩვენზე ძალიან დიდი გავლენა აქვს ამ ეფირს. ეფირითა გაჩრდილილი ყველაფერი. ძველად ამ ეფირიდან ამოქონდათ ენერგია, პოულობდნენ, იყენებდნენ ენერგიას, რომელსაც იღებდნენ ეფირიდან. ხო და ამის შესახებ მინდა მე თქვენ ახლა გადაგითარგმნოთ თუ როგორ იყენებდნენ ამ ეფირს ძველ დროში. ეფირი ქიმიაში აკრძალულია, მაგრამ ფიზიკაშიც გამოიყენება. სრულიად. აგერ ვიქტორ მაქსიმენკო გვაჩვენებს ტაბულას. ნეიტრინოებზე ხო, ახლა წაგიკითხავ, ნეიტრინო არის მსუბუქი ნეიტრალური ფუნდამენტალური ნაწილაკები, რომლებიც იქმნება რადიოაქტიური დაშლის შემდეგ. რადიოაქტიური დაშლის დროს. ატომურ ბირთვებში ბეტა დაშლის დროს ატომური რეაქციების ცვლილობაში ვარსკვლავებში, როგორც მაგალითად მზე, რეაქტორებში, დამაჩხარებლებში და სხვა პროცესების დროს. ნეიტრინო ამ ნეიტრინოთებით გაშლილებულია მთელი კოსმოსი. ხო, ყოველ ჩვენ თაგაში ეს ნეიტრინო გადის ერთ წამში ჩვენ ორგანიზმში გადის მილიონამდე ნეიტრინო. მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვძნობთ. ხო და მთავარი არ მithქვამს მე, რომ ეს ეფირი არის იგივე ნეიტრინები. და ეფირი გადის ყველგან, ეს ნეიტრინები. ძველმა ცივილიზაციებმა იცოდნენ, რასაკვირველია ამ ეფირის ნაკადებს და იყენებდნენ მათ მაქსიმალურად. წარმოგიდგენიათ, უსადენო დენი ჰქონდათ ხალხს. აგერ მიახლოებით ახლა მე თქვენ განახებთ. მე მინდოდა ამ სქემების ქართულად გადათარგმნა, მაგრამ შრომატევადია ჩემი თვალებისთვის. ხო და შეხედეთ, სქემა მოცემულია. მე თქვენ ამ სქემა შეგიძლიათ ნახოთ ვიქტორ მაქსიმენკოვის ვიდეოში. ხო, აქ წარმოდგენილია სქემა, გეტყვით ახლა, ენერგო ინფორმაციული ცვლილებებისა, პლანეტარული ბიოკომპიუტერების ამ ჩვენი
კოსმოსური ქმნილების დედამიწის კრისტალური ბადეების ენერგოსაინფორმაციო სისტემასთან უფრო უბრალო სიტყვებით გეტყვით, დედამიწას აქვს კრისტალური ელექტრობადე და ამ კომპიუტერულ სხვა ყველა პლანეტა წარმოადგენს კომპიუტერს და სხვა პლანეტების ეს ენერგოსაინფორმაციო ცვლილება არა, ესე იგი ხდება, როგორ გითხრათ, ხო, ხდება გაცვლა ამ ყველა პლანეტას აქვს ეს კრისტალური ელექტრობადეები და ხდება ამ ენერგოინფორმაციის გაცვლა პლანეტებს შორის. მგონი გასაგებად და არა მხოლოდ პლანეტების, გალაქტიკებს შორის ხდება გაცვლა ენერგოინფორმაციის, მეტაგალაქტიკებს შორის. ყველაფერს აქვს კავშირი ერთმანეთთან. ჩვენსაც კი მოქმედებს ადამიანებზე, იმიტომ რომ როდესაც დედამიწა ახებულობს ამ ენერგო ინფორმაციას, ეს ჩვენსაც ახდენს გავლენას. ჩვენ ვართ ანტენები და ამ ენერგიებს, ამ ნაკადებს ენერგოინფორმაციისა, რომელიც მოდის ჩვენამდე ეფირიცა ჩვენ გარშემო, ჩვენ მას ვერ ხედავთ, მაგრამ ის არის, ის ჩვენში გადის. აგერ მე თქვენ ახლა წარმოგიდგენთ სქემას შემცირებული მასშტაბით და გეტყვით. ესე იგი, უკაცრავად აი ეს არის ის სამისფერი ბიოსფერო, არის ხედავთ თქვენ კარგად ამას თუ არა? აქ არის მოყვანილი ოპატიეთ. ეს არის კრისტალური ბადეები, მეტა სამყაროს ნოოსფეროსი, გალაქტიკური ნოოსფეროსი, მზის სისტემის ნოოსფეროსი და ჩვენი დედამიწის ნოოსფეროსი. ხო, აი ეს ყველაზე პატარა აგე. აი ეს გაცალოთ. აი ეს არის დედამიწის ნოოსფერო, ეს არის ყვითელი. ой, გაცალოთ. ეს არის დედამიწის ნოოსფერო, ეს არის ყვითელი მზის სისტემის ნოოსფერო. ეს ხო, მომწვანო არის გალაქტიკის ნოოსფერო და ასე შემდეგ. და ჩვენ მიწაში, სადაც უნდა იყოს ბირთვი, სინამდვილეში ბირთვი არ არის. ეს ყველა პლანეტებზე ასე. ჩვენ მგონია რომ პლანეტები მხოლოდ ბირთვისგან შედგება, პლანეტების შიდა შემადგენლობა შედგება ბირთვისგან. არა, ყველა პლანეტაში არის პატარა მზე. ხო, ეს ძალიან რთული გასაგებია. ჩვენ ხო გვასწავლიდნენ გაჭრილ დედამიწას გვანახებდნენ, ხო? და იქ ბირთვი
შუაში, არა, იქ არის ამ ბირთვში. პატარა მზე. იცით რა? რამდენიმე წელია უკვე რამდენიმე თაობა ჩვენ გვატყუებდნენ, გვაცდნენ სიცრუეს როგორც სიმართლეს და ახლა როდესაც ცდილობენ იგივე უცხოპაეთთან დაკავშირებით სიმართლე უთხრან ხალხს, რადგან არ აწყობთ უკვე დამალვა. რადგან თავის გეგმის მიხედვით უნდათ მოიმოქმედონ. ხალხს უკვე არ ჯერათ. იმდენი ტყუილები აქვენ ჩანერგილი მოსახლეობაში რომ ხალხს უკვე არ ჯერა. სიახლის, რამე სიახლის რომ მეტყვია, არც ჯერათ რომ ეს მართლა არსებობს. და როგორ უნდა იმუშავოთ ამ უსაზღვრო ენერგიის ნაკადთან მიღებასთან ერთად. როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ ნაკადებთან. და ერთ-ერთი გამოყენება ეფირის ხდებოდა განათებისთვის. ინფორმაციის გადასატანად. და იმ დროს ყველაფერი მუშაობდა თავისუფალ ენერგიაზე. დიახ, თავისუფალ ენერგიაზე, რომელსაც იღებდნენ ამ ეფირიდან. და ამას ყველაფერს სჭირდებოდა მინიმალური ჩადება. ერთჯერ ააშენედი და დიდი ხნით იმუშავებდა. ეს არის იგივე მაგია, რადგან კარგად განვითარებული ტექნოლოგიას ვერ განარჩევ მაგიისაგან. ხო, დედამიწას ამბობს მაქსიმენკოვი, აქვსო 2 კრისტალური ბადე, ესე იგი მაპატიეთ გამეთიშა. Erstruit. აგერ შეხედეთ. ხო, დედამიწაში არის ლოგოსი, რომელიც შედგება ორი კრისტალებისაგან. ესე იგი გათხოვეთ. ხო, ამ კრისტალებს აქვთ აგერ ხომ ხედავთ ლურჯი და წითელი ხაზები. წითელი ხაზების გამოსავალი წერტილები არსებობს 20 და ლურჯი ხაზი წარმოადგენს შემავალ წერტილებს, რომელიც შედგება 12 შემავალი წერტილისაგან და 20 გამომავალი ენერგიის გამომავალი წერტილისაგან. ხო, ეს წითელი არის გამომავალი ენერგიების ხაზი, ლურჯი შემავალი და როდესაც ეს ენერგიები, ეს ნაკადები ხდებიან ერთმანეთს, დაუშვათ წითელი ნაკადი მარცხნივ მიდის, ლურჯი ნაკადი მარჯვნივ მიდის, ამათი გადაკვეთის წერტილები არის 14. ხო, და აქ ვიქტორ მაქსიმენკოს აქვს მოყვანილი, გეტყვით ახლა. 14 პლუს 14 გადაკვეთის წერტილები და კითხვის ნიშანია მოცემული. რისის უნდა ჩაადო დიდი თანხა ენერგოსისტემის განვითარებაში,
ქსელის განვითარებაში, როდესაც არსებობს ეს ელექტროქსელი, ეს საინფორმაციო ქსელი, უკვე არსებობს დედამიწის ბუნებაში, ეთერში არსებობს. რადგან ჩვენ დედამიწას აქვს ძალოვანი კრისტალური ხაზები, უემზა და პირამიდებს, ტაძრებს და ყველა თუ რამე შენობა შენდებოდა, ითვალისწინებდნენ ამ ხაზებს. დიახ, რაც კი პირამიდებია აშენებული, მშენებლებმა გაითვალისწინეს ყველაფერი. ხო, ბევრმა არ იცისო, რომ პოპულარული ობიექტების დიდი ნაწილი ჩვენი პლანეტების სხვადასხვა ნაწილში, ადგილებში დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამ ხაზებს უწოდებენ ლეი ხაზებს. როგორც მე თქვენ გითხარით, ყველა ფერი შენდება დაწყებული პირამიდებიდან ამ ხაზებზე. ხო, როგორც გითხარით, პირამიდები ამ ობიექტებს ეკუთვნისო, პირამიდები ძველი ცივილიზაციების სხვადასხვა ქალაქები, ზოგი მისტიკური ადგილები. ხო, როგორც ბერმუნდული სამკუთხედი. გაგიგონიათ ალბათ ყველას. დღეს ბერმუნდულ სამკუთხედზე საერთოდ ყველა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ სულ ხშირად ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით გარჩევა. და ამ ხაზებზე გადის ჩვენი მიწის ენერგია. ერთი წუთი მე განახებთ ახლა თქვენ დიდი მასშტაბით. დიახ, ასეთია დედამიწა. დედამიწის გარშემო არის შექმნილი ასეთი ქსელი და ის წითელი და ლურჯ ხაზად არა სინამდვილეში წარმოდგენილი ბუნებაში, დედამიწის ბუნებაში, მაგრამ ის ფერებში მიდომ არ დახატული, რომ ჩვენ გავერკვეთ, წარმოდგენა გქონდეთ დედამიწის ენერგოინფორმაციულ სისტემაზე. და ძველი ცივილიზაციები იყენებდნენ უკვე მზა სუპერკომპიუტერის მონაცემებს, შესაძლებლობებს, რომელსაც ქვია დედამიწის ეს ლეი ხაზები, დედამიწის ნაკადები, კრისტალური ქსელის ნაკადები. აგერ ახლა მე მინდა თქვენ განახოთ, შეხედეთ, ეს არის დედამიწის ქსელი, წარმოდგენილი ხაზები. ახლა შეხედეთ კომპიუტერულ არ ვიცი ამას რას უძახიან, კომპიუტერულ გეგმას თუ კომპიუტერულ სქემას, ხო? ეს არის კომპიუტერული სქემა და შეხედეთ დედამიწის ბუნებრივი სქემა ამ ენერგო ხაზებისა როგორია და როგორ ჩამოგავს კომპიუტერულ სქემას. ამ ლეი ხაზებზე პოულობენ ხოლმე ამ კურგანებს, წმინდა ადგილებს, ძველად ტაძრებით შენდებოდა ამ ხაზზე, სტოუნჰენჯი, პასქას კუნძული, სადაც თავები მოჩანს. ბერმუდული სამკუთხედი და ამდაგვარი ობიექტები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. ტაძრებით, ადრე ტაძრები ხომ შენდებოდა, ისმისის არ შენდებოდა, რომ იქ შემდეგ ევლო ადამიანის და მუხლი მოედრიკად და ელოცათ. არა, იქ ხალხი დადიოდა სამკურნალოდ. ვიმანიკა შასტრა ყვება ამაზე,
დაწვრილებით ეს ყვითელი ფერი რომა თავზე ეს ყვითელი ფერი ეს არის ვერცხლის წყლის ბურთები ნახეთ ხომალდზე კიდევ განახებთ და ეს ვიმალები მოძრაობდნენ გადაადგილდებოდნენ დედამიწის ენერგიის დახმარებით, ეფირის დახმარებით. ხო და პირამიდების ქვეშ იტალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მთელი ქალაქები, ატლანტების ქალაქები და ეს იყო გაკეთებული იმისთვის, რომ შემდეგ ესარგებლად დედამიწის ელექტრომაგნიტური ძალით. დედამიწის ელექტრომაგნეტიზმით. რომ ესარგებლა მაშინდელ ცივილიზაციას და ახლა მე თქვენ განახებთ შეხედეთ ნაწილ განახებთ შეხედეთ ეს პირამიდა პირამიდის ქვეშ ნახეთ გაყვანილია სიღრმეში სტოლბები იმისთვის რომ დაეფიქსირებინათ კაცოდ იმავე იმ ენერგიის ამოსაღებად და სახმარად გამოსაყენებლად შეხედეთ კაცოდ ეს პირამიდებია. იცით რა, რამდენჯერ მოვუსმინე მე ამ ვიდეოს და არ გამიბრასეთ, მესმის ძალიან რთული გასაგებია. თან მე აქ ამ ვიდეოში ვიქტორ მაქსიმენკოვს მოყავს უბრალოდ ზედაპირულად. არ უხმავდება. კი, ამ კაცმა ბევრი რამე იცის, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ძალიან რთულია ხალხს წარმოუდგინო ის, რაც მათთვის იქნება რთული მისაღები, გასაგები. სიმართლე გითხრათ, მეცვეჭეს ამ თემის გაგება. და უბრალოდ არის კიდევ დამატებითი ლიტერატურა და მომავალში მე ჩავუღმავდები ამ თემას, ამ ელექტრომაგნიტურ ხაზებს, დედამიწის ეფირს. მე დიდი ხანია მიდოდა ეფირზე ვიდეო გამომეშვა, მაგრამ დავიწყე ვიქტორ მაქსიმენკოვის ვიდეოთი. და მე ნათქვამი მაქვს, რომ თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ ახლა ჩავთე, იმიტომ რომ დამჭირდა ინტერნეტი, ჯერ არ მინდოდა ინტერნეტი ჩართვა. და მე რადგან წერ რაღაცებს და ყოველთ ინტერნეტზე ჩავთო. ხო და როდესაც მე ამას მოვამზადებ ასატვირთად, შემდეგ ვთან ინტერნეტს, რომ ავტვირთო თან პარალელურად რაღაც ინფორმაცია მივიღო და ახლა მე რომ გამიკეთებენ ოპერაციას, ხო, ნებისმიერ დროს შეიძლება დამირეკონ. არა, ინტერნეტს მე ჩავთავ. ალბათ არ ვიცი. შეიძლება ერთიანი ჩავთო, იმიტომ რომ მე დაწერით ერთი ვერაფერს ვერ დავწერ. არ ვიცი კიდევ რა შედეგი იქნება. რადგან ხელოვნური ბროლის ჩადგმის შემდეგ ახლოს ვერ ნახავ, არ ვიცი ჩემზე როგორი მოქმედებს. მე ხომ იმდენი პრობლემა მაქვს თვალზე. მაგრამ მე მაინც ვიმუშავებ. მოგდებნი ვიდეოებს, საინტერესო ვიდეოებს და პირდაპირ გადავთარგმნე. მხოლოდ ყური ისმენდეს იქნება. და
ლაპარაკობდეს იქნება ჩემი პირი. ასე რომ თვალის დიდი დატვირთვა არ იქნება. ამიტომ უფრო მეტი დრო მექნება მე იმისთვის, რომ თქვენ საინტერესო ვიდეოები წარმოგიდგინოთ ქართულად. და კიდევ დიდ ბოდიშს გიხდით. ეს ძალიან რთული თემა ჩემთვისაც. კი. არა, მე ყველაფერი მესმის რუსულად. რასაც ყვება, მაგრამ წარმოგიდგენთ, მე მესმის ყველაფერი, რასაც ყვება, მაგრამ ასათვისებლად იმ სქემების გასაგებად, რაც წარადგინა მაქსიმენკოვმა. საერთოდ ჩემთვის რთულია, იმიტომ რომ ფიზიკაში და მათემატიკაში ამ ტექნიკურ საგნებში მე სკოლაში კოჭყობდი სულ. ამიტომ წარმოგიდგენთ, ახლა ვისაც მათემატიკური ტვინი გაქვთ, უფრო გარკვევით. მაგრამ მიახლოებით ზედაპირული წარმოდგენა მაინც გექნებათ. და ეს რომ გაჩვენეთ თქვენ, ეს არის გიზას პირამიდა. და ეს ტალღის გამანაწილებელია, ტრუბების მაგვარი რომ მოდის. და ამის სიგრძე არის 600 მეტრი. და თვითონ პირამიდის სიმაღლე არის 134 მეტრი. და ეს აგერ ქვევით ფუძე, რაზეც ეს ტალღის გამტარებლები დგას, ნახეთ. ამის ამ ფუძის სიმაღლე არის 80 მეტრი. მადო ამ ფუძის სიმაღლე. აპატიეთ აქ ხმაურია. და ეს პირამიდები არის ენერგიის შემგროვებელი, როგორც დღევანდელ დღეს როლს ასრულებენ აკუმულატორები. ბევრი მექანიზმია დღეს, მაგრამ ისინი უნდა დატენო. როგორც მოგითხარით, პირამიდები აგროვებენ ენერგიებს, შემდეგ ეს ტალღის დაგროვილი ენერგია ტალღისებურად გადაეცემა სფინქსს. ალბათ სფინქსი გიცით, წარმოდგენა გაქვთ პირამიდას სფინქსზე, ხო? ხო, იმ მის გარშემო პირამიდები რომ განლაგებული, ესე იგი, ეს პირამიდები აგროვებენ ენერგიას და შემდეგ უგზავნიან ამ სტეჩი ვოლნი დამდგარ ტალღებს უგზავნიან სფინქსს. ხო, ძალიან რთული მისაღები ამის დავიბენი უყომე. ძალიან რთული მისაღებია, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ასე ხდება. ეს იყო ადრე ჩვეულებრივი ამბავი. სატანისებს უნდათ ხალხის ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაიტანონ. ხალხს გადაატანიონ სხვა რაღაცაზე ყურადღება. ამიტომ ცდილობენ ამ თემებს ნაკლებად შეეხონ. და ამიტომ გაავრცელეს ინფორმაცია ამ კაბალამ, რომ თითქოს პირამიდებს იყენებდნენ როგორც კვტრების გასანთავსებლად, რომ პირამიდები არის საკულტო ობიექტები, მაგრამ სენდერის შესასი არა. პირამიდა აშენდა იმ მიზნით, რომ შეეგროვებინა ენერგიები დედამიწისგან გამომავალი და აგრეთვე რომ მაგალითად პტახმა ფარაონმა პტახმა ის იყო უცხო პლანეტელი, რაღაც პერიოდი მართავდნენ უცხო პლანეტელები ეგვიპტეს, ააშენა პირამიდები იმისთვის, რომ სადაც კი დედამიწის კერზე ბზარებია ამ პლიტების მიწისძვრის დროს, წარღვნის დროს, კატაკლიზმის დროს, რომ არ დაიშალოს. და აგრეთვე ნაკლები დამანგრეველი შედეგები კონდეს ამა თუ იმ კატაკლიზმას. და მართლაც შემდეგ ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ პირამიდებმა შვენივრად შეასრულეს თავისი როლი. ხო, კოსმოსიდან მოდის ენერგია, შეკუმშვის ენერგია და დედამიწიდან ამოდის შემხედრე ენერგია, რომელიც ამ შეკუმშულ ენერგიას, ამ შეკუმშვას ხსნის. ესე იგი, კოსმოსიდან მოდის შეკუმშული ენერგია, დედამიწიდან მოდის გახსნილი
ენერგია. ეს ყველაფერი ქმნის გრავიტაციას. აგერ ეს არის პირამიდა გიზა მუშა მდგომარეობაში, ის მომენტია, როდესაც გიზა მუშაობს, ფუნქციონირებს უფრო სწორად. ხედავთ, ეს ენერგია ის თეთრი კვამლი. კვამლი არა ის სინამდვილეში. ენერგია. ეს არის ერთ-ერთი პირამიდა ამერიკაში, რომელსაც უწოდებენ არგოს. ის პირამიდები, აგერ, ეს პირამიდი უგაცრავად. აგერ ხედავთ პირამიდებს. ეგვიპტის პირამიდები ისეა აშენებული, რომ მათი ენერგეტიკა, მათი ენერგია, მათი ენერგიული ნაკადი იყოს მიმართული ორიონის თანავარსკვლავზე. აი ეს. ადრე დედამიწიდან ინფორმაციას ასწავლიდნენ კოსმოსის ნებისმიერ წერტილში. დასაკვირველი ეს ბევრისთვის დაუჯერებელია. განახებთ ახლა. ხო, აქვე ამ ეს ორიონის თანავარსკვლავები შედგება ორიონის სარტყლისაგან, რიგელი, სირიუსი, ბელტეგეზისგან. მე მგონი თქვენთვის მაქვს კი, ვიდეო სპეციალურად ამ ორიონის თანავარსკვლავებზე გადაღებული, გადათარგმნილი. შეხედეთ? თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში. აგერ ზევით ეს არის კომპიუტერული სქემა, უკაცრავად. ეს არის კომპიუტერული სქემა, ეს პირველი ზედა არის კომპიუტერული სქემა. უკაცრავად, ახლა არ გავთიშავ. ქვევით ეს ქვევით ჩენა რა თქვით აგერ ეს არის პირამიდები. აი ეს პირამიდები ეგვიპტეში, მექსიკაში უფრო სწორად, პირამიდების კომპლექსი მექსიკაში, მაბადიეთ. ეს არის პირამიდების კომპლექსი მექსიკაში. ეს ზედა ფოტოები კი არის კომპიუტერული სქემა. ეს პირამიდები მექსიკაში, პირამიდების კომპლექსი მექსიკაში. ხოდა ამ მექსიკის პირამიდებში სიღრმეში იყო აღმოჩენილი ქვაბის მაგვარი დანადგარები, სადაც ინახებოდა თხევადი ვერცხლის წყალი. ხო, და ეს შუა აგია, ეს შუა ფოტო, ეს ფოტოებია ზედა და ქვედა ერთმანეთზე დადებული შესადარებლად. ეს არის სქემა, ეს არის მექსიკის პირამიდების კომპლექსი, ეს არის ეს ორი ფოტო ერთმანეთზე დადებული. ნახეთ, ახლოდან ჩანს, არის იქ თუ ჩანს. ხო, შესადარებლად ეს გაკეთებული. და პირამიდა არის ძლიერი ინფრა ბგერის გენერატორი, რომელსაც აქვს სიხშირე 12.25 გერცს, რომლის ენერგია შეიძლება იქნეს გამოყენებული ნებისმიერ მიზნებში, მათ შორის კავშირებისთვის. ახლა მე თქვენ განახებთ,
კიდევ ერთ პირამიდას აგერ, შეხედეთ, ეს პირამიდა, აი ეს სქემა, ნახეთ როგორ ჩამოგავს ერთმანეთს. კომპიუტერის სქემა და პირამიდა. კიდევ ერთ შედარებას განახებთ, ეს არის ეგვიპტის პირამიდების კომპლექსი. კარგად დააკვირდით. და ახლა დააკვირდით კომპიუტერულ პლატას, სქემას, როგორ ჩამოგავს ერთმანეთს. ხო, კომპიუტერის სქემა პირამიდის ეგვიპტის პირამიდის კომპლექსი. ეგვიპტის პირამიდების კომპლექსი. და სქემა. ამაზე საუბრობდა ტესლა. ახლა მე მოგიკითხავ თქვენ გაზეთ სენტ ლუის პოსტში მან მისცა ინტერვიუ და მისი ამ გაზეთიდან მოყვანილია მცირე ამონაჭდი 1891 წლის 15 მარტის დათარიღებით. ტესლა ამბობს. ტესლა არა, ეს გაზეთი წერს. ტესლას ნამუშევარმა ტესლას საერთოდ ნამუშევარმა დაგვეხმარაო თავისუფალი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებაშიო, რომელიც შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ ადამიანის კაცობრიობის ცხოვრება უკეთესობისკენ მიმართო. მაგრამ მეწარმეების და ბანკერების კონგლომერატმა ყველაფერი გააკეთა იმისათვისო, რომ ეს აღმოჩენები წყალზე გაეყოლებიაო. ესე იგი, გადამალეს, ზოგი გაანადგურეს. ყველაფერი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათო თავისი სიმდიდრე და გავლენა. და კაცობრიობაზე რომ არ იყოს ზედაწოლა და რომ არ იყოს მანიპულირება ბოროტი ძალებისა, ჩვენ წარმოგიდგენთ ახლა ჩვენ რას მივახცებდით. წარმოგიდგენთ. ხო, და მე ახლა აქ რუსულათა მოცემული პატარა ამონაწერი გადათარგმნილია ინგლისური ტექსტია მოცემული და რუსული ტექსტი. დიდი ტექსტი არა, ამიტომ მე ამას თქვენ წაგიკითხავთ. სამყარო იმყოფება აღმოჩენის ზღურბლის წინაშე. პირობები, რომლებშიც ჩვენ ვარსებობთ, იქნება შეცვლილი. ტელეგრაფულ და სატელეფონო მონოპოლიებს ბოლო მოეხება. დანარჩენი მონოპოლიები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ელექტროდენზე, ნებისმიერი სახეობის ელექტროდენზე, რომლებიც დამოკიდებულები არიან ხო, ელექტროდენზე უეცრად შეწყვეტენ თავის საქმიანობას. უნდა გამოიყენო ელექტრონული დენები მიწის ბუნება ჩვენ გვაძლევს მათ უფასოდ და ხარჯები ელექტროენერგიაზე, სინათლეზე და სითბოზე იქნება პრაქტიკულად ნულოვანი. ხო და იმის მაგერად, რომ ჩვენ კაცობრიობისთვის, ხალხისთვის მოეცათ შანსი გამოგვეყენებინა ჩვენი მიწის
ელექტროენერგია კაბალამ, სატანისტებმა კიდაც ცილონი სახელმწიფო დაარქვით, დაპატიეთ. ანახან ბუტბუტეთ რაღაცას ხომ? ხალხს მისცა ბუნტი, კონფლიქტები, რევოლუცია. უშენ ხალხი იმით დააკავა იმ საქმიანობით, რომ სხვა რაღაცაზე ფიქრის თავი არ ქონდეთ. თუ რა გონიათ სიღარიბე რომ არის განა მართლა მუშაობა არ უნდა ადამიანს მაგიტომ აღარიბი და საშუალება არ აქვს ქვეყანას? არა. ეს სიღარიბე არის ხელოვნურად გამოწვეული პროცესი. ღარიბი იცით რა, დედამიწა სავსეა, იმის მიუხედავად რომ ბევრი უდაბნოა დედამიწაზე. დედამიწას შეუძლია გამოგებოს ადამიანი. და თან ჩვენ გარდა აქ ბევრი სხვა ცივილიზაციები ცხოვრობს, რომლებიც ჩვენ ჯერთას არ გვანახებენ. მათაც ხომ უნდა ტყვება. თან ყველა ცივილიზაციებს, კოსმოსო ცივილიზაციებს არ ხვდება ჩვენი ხაერი. იგენი ქმნიან თავის ატმოსფეროს, თავის ხაერს. აი მაგალითად ავიღოთ კაილასი. იქ უდაბნოა და დროც საჩქარებულია. ორგერაში ადამიანი ისე ბერდება. Tomgideniat, oricărși ადამიანს რამდენი წლით მოგდება მე ხარ მახსოვს ზუსტად. მე მას კონი მაგაზე ვიდეო გადაღებული ვიდეოში ნათქვამი არ მახსოვს რომ ვიდეოში. მოგდება სიცოცხლე, არის ისეთი ადგილები, სადაც რომ მიდის ნაკლებად. საკვები იცით რა? იმდენი თავისუფალი მიწა მართალია, მიწა გამოფიტულია, მაგრამ არის კიდევ ბევრი თავისუფალი მიწები. არ აძლევენ ხალხს დაამუშავონ მიწა. არ აძლევენ ხალხს. არის მიწათა ფლობელებით, ხო, მაპატიეთ? არის მიწათა ფლობელების მონოპოლიებიც, რომლებიც ხობავენ მიწის ნაკვეთებს. თვითონ არ ამუშავებენ, არც ხალხს აძლევენ საშუალებას აამუშავონ. და პირველ რიგში რაც გააკეთეს მაგათმა, განათლება გაანადგურეს, რომ ხალხს არ მიიღოთ საჯარო ცოდნა და ხარისხიანი ცოდნა. 1919 წელს ალფრედ ხაბარდმა 1999 წელს ვაპატიეთ, ახლა მემრიეტი. 1919 წელს ალფრედ ხაბარდმა შექმნა გენერატორი ატმოსფერული ენერგიის, რომელმაც ყურადღება მისი და მეგაზეთების და ინვესტორების. 1929 წელს მან მიიღო პატენტი ამერიკაში ნომერი 723-422 რადიოაქტიურ ხელსაწყოზე ძრავის შიდა წვის ხელსაწყოზე. ხო, მაპატიეთ. ქართულად არ ვიცით როგორ უნდა გადავთარგმნო სწორად. რუსულად აგიხა და ასე მუშაობის საშუალებას არ მოძლია. გესმით ხო? რა ხმაურია. გეტყვით ახლა ესე იგი патенты მიიღო на радиоактивное устройство внутреннего сгорания. Для двигателя внутреннего сгорания. Модит машина феновас на тем гадагитарнет.
მიიღო პატენტი რადიოაქტიური შიდა წვის ხელსაწყოზე. აჰა, ხო, მიიღო პატენტი. აქ შუქი ქრება, მე ვიდეო შეჩერებული მაქვს და ქრება შუქი, იმიტომ ხშირად უწევ თითით ვეხები რომ აინთოს ეკრანი. ხო, ესე იგი მას შეუქმნია რადიოაქტიური შიდა წვის ხელსაწყო. შიდა წვის ძრავისთვის არის შიდა წვის ძრავა და ამ კაცმა ამ შიდა წვის ძრავისთვის შექმნა შიდა წვის ხელსაწყო. მგონი ახლა მე გასაგებად გადაგითარგმნით და აგიხსენით. ეს ძრავა იყო დამზადებული პატარა პარტიით, მაგრამ როდესაც ახალი ხელსაწყოს დაპატენტება მოხდა 1929 წელს, ხაბარდი ეს პიროვნება დაიჭირეს და ის მოხდა ციხეში. და ასეთი მაგალითები ბევრი ხდებოდა ადრე. თქვენ გახსოვთ ახალგაზრდა ბიჭი რომ მოკლეს, რომელსაც ნიჭი ჰქონდა რაღაც კომპიუტერული პროგრამების შექმნის, მე არ მახსოვს ზუსტად რას ქმნიდა ეს ბავშვი, ეს ახალგაზრდა ბავშვი, ვის რას უშლიდა ხელს. აი, ვიღაცას არ აწყობდა ალბათ მისი მომავალი გეგმები, ალბათ ვიღაცის ფინანსებზე დაარტყამდა და მოაკლებინენ ეს ბიჭი. მე სხვა ახსნას ვერ პოულობ ამისა, ამ 22 წლის ბავშვის ბიჭის კლდეობის მიზეზის ახსნას. მე ვერ პოულობ სხვა მიზეზის ახსნას. განახებთ ახლა ესე გამოიყურებოდა მეახლოებით. ახლა მე მინდა თქვენ განახოთ ტაძარი, ნახეთ, როგორად ტაძარი აშენებული იმ შპილებს ხომ ხედავთ და ახლა ნახეთ ანტენა შექმნილი სპეციალურად ელექტროენერგიის, ელექტრონაკადების გადასაცემად და როგორ ჩამოგავს ამ ტაძარს. იგივე შეიძლება დავაკვირდეთ, ნახეთ შენობებს. ეს ყველა შენობებია და როგორ შენდებოდა სპეციალურად იმისთვის, რომ ენერგია დაეგროვებინათ. ეს ჩინური სახურავებიც იგივე როლს ასრულებდა, რომ ენერგია დაეგროვებინა და გადაეცა შემდეგ სხვაგან. კიდევ დააკვირდით, ეს სახურავია, ეს ტრანსფორმატორი, სახურავები. იგივე აქ, ნახეთ, ეს შენობა, დააკვირდით, გასრავად. ეს ყველა აშენებულია ტრანსფორმატორის ფუნქციით, რომ დაეგროვებინათ ენერგია. ეს არის ბუდისტური ტაძრები, რომელსაც უწოდებდნენ პაგადას. ეს ტაძრები იყო აშენებული ამიდებთან სამუშაოდ. ხო, მე პირველად ეს სიტყვა პაგადა შემხვდა ბლაბაცხეას ნაშრომში.
და ნამდვილად არ ვიცოდი რას ნიშნავდა. მერე გავიგე. ამას უწოდებენ პაგადას. და ხო ისინი აშენდა იმისთვის, რომ ემუშავათ ამინთან, ატმოსფერულ და ეფირულ დენთან, მარჩნივ ცალკე. ეს არის, ეს, მე რომ განახეთ თქვენ. მაპატიეთ, სად არის ის? ეს არის ტესლას ტრანსფორმატორი, თურმე. ეს შენობა მეგონა. შენობა, ხო, მაგრამ ეს არის ტესლას ნახაზების დახმარებით აშენებული გენერატორი. ტრანსფორმატორი, მაპატიეთ. ტრანსფორმატორი. მე ვერ ვერკვევი ამ საკითხებში. ხო. ახლა ესენი არც ერთი შენობები არ მუშაობს, რაც კი აშენებული იყო უფასო დენის გამოსამუშავებლად. ეს შენობები ახლა ამჟამად არც ერთი არ მუშაობს, რადგან იქნა რაღაცები ამოიღეს, მოხსნეს. ხო, რაღაცები მოხსნეს, რომლის დახმარებით ხდებოდა ენერგიის დაგროვება და გადაცემა და ამით შეაჩერეს. ახლა არანაირი ფუნქცია, არანაირი მნიშვნელობა მასეთ შენობებს არ აქვს. ახლა მე თქვენ განახებთ შენობების კენწეროებს, სადაც არის განლაგებული ფრაქტალური ანტენები. ეს დღევანდელ დღეს შემორჩა. ჩვენ დროში შეიძლება ნახო ბევრ ადგილას. უზორები ამ ანტენებზე, რომელსაც თქვენ განახებთ, ფრაქტალური, როგორც ფრაქტალური უზორებია. ფრაქტალური ანტენები ადრე იღებდნენ და ასხივებდნენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს და ფრაქტალების ფორმა იყო საჭირო იმისთვის, რომ ამ ელექტრომაგნიტური ტალღების ეფექტური სიგრძე მოემატებიათ მაქსიმალურად და პერიმეტრი გაედიდათ ამ ტალღების მოქმედების. და აგერ ახლა მე განახეთ ნაწილ-ნაწილ. შეხედეთ? ფორმიანი ანტენები. ვიცადეთ? ახლა მე თქვენ განახებთ შარცკი საბორ. ესე იგი ზუსტად ქართულად როგორ გადავთარგმნო არ ვიცი. რუსულად წერია შარცკი საბორ. ტაძარი ფრანგული გოტიკის შედევრი. განახებთ ახლა მე თქვენ. ხო, ამ შენობის აშენების თარიღი უდრის 1194 წელს, მაგრამ ნახატი იატაკზე უცნაურად გამოიყურება და ჩამოგავს კომპიუტერის სქემას, რომელსაც მე თქვენ განახებთ. ჯერ იატაკს განახებთ, რადგან ორივე არ ჩაეტევა ეკრანზე. გაცხოვთ, ეს არის იმ ტაძრის იატაკი. კარგად დააკვირდით. ხო, და დააკვირდით ახლა კომპიუტერის სქემას, როგორ ჩამოგავს. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ
ამ ტაძარს იყენებდნენ როგორც ენერგიის დამაგროვებელს. ის ღებულობდა ელექტროტალღებს გარემოდან. ნახეთ? ვიცით? კარგად გაჩვენებთ. ეს არის სქემა კომპიუტერული, ეს არის იატაკი. დააგოდით. ახლაც მივიდა. დააგოდით. ხო, და ხალხი ასეთ ტაძრებში დადიოდა სამკურნალოდ, როგორც მითხენ გითხარით. და რა იმისთვის, რომ დაეტოვებინათ ფული, ელოცათ, მუხლებზე დავარდნილიყვნენ, მუხლებზე ეხოხათ, მეტანები გაეკეთებიათ და ელოცათ. ეს ტაძრები იმისთვის აშენდა, რომ ხალხი განეკურნა ენერგიებით. ამიტომ დადიოდა მაშინ ხალხი ტაძრებში. თორემ მაშინ ისეთი რწმენა არ იყო. ხო, მინდა გითხრათ, რომ კრისტალები არის ყველაზე დარეგულირებული და ყველაზე უბრალო წარმომადგენლები მთელი სამყაროს მყარი მატერიისა. და ისინი ნებისმიერ დაალაგებულობაში და უბრალობაში იტარებენ თავისში ქაოტიურ ენერგიას. არიან ქაოტიური ენერგიის წარმომადგენლები იმის მიუხედავად, რომ უბრალო და დარეგულირებული არიან ეს კრისტალები, არის კრისტალები, ეს ფენომენი ცნობილია როგორც რეზონანსის პრინციპი. კრისტალები შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივი ენერგეტიკული რეზონატორებად. ხო და ტესლა თურმე სამუშაოზე ტესლას არ აყავდა უსწავლელი სპეციალისტები, რომლებიც ვერ დაამთავრეს სწავლა. რადგან ის თვლიდა, რომ ნასწავლი ინჟინრები შეგნებულად არიან შებოჭილები, შეზღუდულები, რამკებში, ჩარჩოებში უბრალოდ. რაც უშლიდა ხელს ანტისამეცნიერო გამოკვლევების ჩატარებაში. ეს არის ჯუპიტერის ტაძარი. კაპიტოლიუმის მთაზე. ხო და ამ ტაძარში იყო ქალღმერთი აფინა პალადას გამოსახულება, რომელიც მოიტანა ენემ ტროიდან იტალიაში და ამ ქალღმერთის გამოსახულება ანათებდა ლამპა, ლამპა, სადაც რომელიც ანათებდა შეუწყვეტლივ ნებისმიერ დროის წელს, მაპატიეთ ნებისმიერი წლის დროს, ამბობენ ახლა ყოველ წელს 19-23 მარტს მას აცრობდნენ ოქროს ჯაჭვიდან და აშორებდნენ ტვერს. ეს ლამპა ითვლებოდა წმინდა ლამპად და არ სჭირდებოდა არანაირი არ საჭიროებდა უბრალოდ არანაირი ზეთის დამატებას. ის იყო მუდმივი. და გეტყვით ახლა, ამ ლამპებში ესხა ვერცხლის წყალი. არ ვიცი მე რა მექანიზმი იყო. ეს ვერცხლის წყალი ამ ვერცხლის წყალს აქვს თვისება, რომ მიარტყა მას ერთხელ განაცდეს და
ბურთის მაგვარი ვერცხლისწყალი იდობოდა ამ ლამპებში. პატარა ბურთის მაგვარი ვერცხლისწყალი და რომ მიატყამდნენ ან მიწაზე ან რამეზე, ეს ბურთი დახტოდა შიგნით. ხო, ის არ ხურდებოდა, ანათებდა, ნათებას იწყებდა, მაგრამ სითბოს არ გამოყოფდა, მხოლოდ სინათლეს გამოყოფდა. ხო, ტროენელები იგივე სლოვენები იყვნენო, ამბობს ვიქტორ მაქსიმენკო. ესე იგი, ახლა ისევ ლამპაზე გეტყვით, დამატებით ინფორმაციას მოგაწოდებთ. პლუტარხი, რომელიც მოუხდა ჩვენ 127 წელს ჩვენ ერაში, წერდა ლამპაზე, რომელიც იყო ანთებული იუპიტერის ტაძრის შესასრულთან რამდენიმე საუკუნეების განმავლობაში. ბალბეკ ლიბანი ამ ამას განახედა ხომ თქვენ ამ ტაძრის საფუძველში არის მასიური პლიტები, რომლისგანაც გადის 4 მეტრიანი კოლონები მრამორისგან, მარმარილოსგან მაპატიეთ. ეს აგებულობა ისტორიულ მონაცემებით ბალბეკში დგას მრავალი ასობით წელი და იმპერატორ ფეოდოსიის დროს იყო დანგრეული ნაწილობრივ. ახლა მე თქვენ განახერთ ამ ბალბეკის შენობას. გაცრავად ანთებული. აი ეს არის ბალბეკის შენობა. მასეთი ნათურები ლამპები ეკიდა იზიდას ტაძარში, რომლის ჩაქრობა არ შეეძლო არც წვიმას, არც ქარს. ხო, ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ თუ როგორ აღწერენ ლამპის მოქმედებას. ვერცხლისწყალი მინის ჭურჭელში, სადაც ჰაერი არ იყო, ეს ვერცხლისწყალი ვარდებოდა სითბოს გამომუშავების გარეშე. სინათლე თითქოს სინათლის წვეთები ვარდებოდაო. მე ბურთები გითხარით? ყველა მიცის რომ ხო, არა. სწორად მithქვამს. ყველა მიცის რომ მგვრალი, თხევადი ბურთი, წვეთი, როდესაც ვარდება ეს ბურთი მაგარ სხეულზე, მაგალითად იმ მინის ჭურჭლის ფსკერზე, იჭრება, იკუმშვება, შემდეგ ფართოვდება და ამდაგვარად ეფირი მოყავს მოძრაობაში, რომელიც ქმნის სინათლეს. მას ანათებს ფოსფორი და მაგდაგვარი მატერიის ნივთები სითბოს გამოყოფის გარეშე. სხვათა შორის ლომონოსოვსაც აქვს ეს აღწერილი თავის ნაშრომში. ახლა მე თქვენ განახერთ რუკას 1730 წლისა გენრი ოვერტონი, სადაც გამოსახულია 44 ვერცხლის ლამპები, რომლებიც ანათებენ დღე და ღამე და მეფეები და იმპერატორები ამას ხედავდნენ. ეს ლამპები ეკიდა 44 ლამპა.
ახლა მე თქვენ განახეთ ფოტოს, სადაც გამოსახულია ფრანიბურგის კათედრალური ტაძარი გერმანიაში ელექტრონული ლამპის გამოგონებამდე ხო, აქ ჩანს ეს თეთრი, ნახავთ თქვენ მე ახლოს მოგიტანთ, ახლოს მივიტან ეკრანთან ამ ფოტოს. განათება ტაძრის მარია ანტუანეტას ერთ გერცოგინის საპატივცემულოდ განათებულს, რომელიც ეწვია ფრაიბურგს ეწვია 1770 წლის მაისში. ამისთვის ამ ტაძრის გასანათებლად იყო დამზადებული 1000 სპეციალური ლამპა, რომლებიც არ ქრება ქარის დროსაც კი. ეს განათება იყო შესამჩნევი არა მხოლოდ ფრაიბურგში, მაგრამ მის მიდამოებშიც. ეს გრავიურა ნახატი და მისი ავტორია გრავიურის სახელია პეტერ მეიერი 1718 წლები. ახლა განახეთ. ჩაქრა. აგერ შეხედეთ? როგორა განათებული. სახურავი. ესა გრავიურა. ადრე ხომ არ იყო ფოტოები? ხალხი ხატავდა. ასევე დამცავი გუმბათის შექმნა შეიძლება ამ ენერგიებით. ეს არის დამცავი ენერგეტიკული გუმბათი. ენერგეტიკული გუმბათი იცავს ქალაქს იგივე ატომური დარტყმისაგან, ბაქტერიებისგან, ვირუსისაგან, ნეგატივისაგან, ზარის ხმაც წმინდავს ნეგატივისაგან სიძეს. აგრეთვე ეს გუმბათები შეიძლება შექმნან კოსმოსის სხვადასხვა პლანეტებზე, წყლის ქვეშ, სადაც ადამიანის არსებობის პირობები არ არის, ამ გუმბათს შექმნი და თავისუფლად შეიძლება არსებობა. აგერ კიდე აგერ ეს არის 7 სართულიანი ხის შენობა, ეგერ თავზე ხომ ხედავთ ხელსაწყოს, ეს არის ენერგიის მიმღები. უფრო სწორად ეს ხელსაწყო ასრულებს ანტენის როლს, რადგან სადაც ძლიერი ენერგია იქანი ადამიანი ხო ვერ ითხოვდეს. ამიტომ ანტენებს იყენებდნენ, რომ საჭირო ენერგია გადმოიკაჩათ. ამდაგვარად სახლებში ცხოვრობდა რუსი ვარვარები. ეს არის 7 სართულიანი შენობა. ახლა მე თქვენ განახეთ ლამპებს. რეკლამური კატალოგიდან 1911 წლიდან. მაშინ ლამპებს არ ჰქონდათ არც გამყვანი პროვოდები, არც დეტალები კაბელების გამოსაყვანად, თუმცა იყვნენ ელექტრონულები, ნავთის ფარანი ამასთან შეუთავსებელია, როგორც კი ლუსა იძლეოდა სინათლეს და ხო, გამოიყენებოდა ოლოვა. იცით, ახლა გაგიგებთ მე თქვენ.
არ ვიცი რატომ ინტერნეტი მაქვს ნაყიდი, ინტერნეტი გაჩერებულია. ხო რა აქტერია რომ იქდებოდა ალავიანა ცნკოვაია ამალგამა. მინდა და მინახა ინტერნეტში, მაგრამ ამას ასე დავტოვებ. ეგევა თქვენთან ინტერნეტი უკვე მუშაობს და ნახეთ ეს რაც ნიშნავს. კიდევ გავიმეორებ. ცნკოვა არა. ალავიანა ცნკოვაია ამალგამა. მერქის ნაკი არის შემდეგ. ალავიანა ორინუ ცნკოვაია ამალგამა. ხო, ის გამოიყენება ელექტრომაგნიტების ბალიშების დასამუშავებლად, რომ მათი მოქმედება გაძლიერდეს. ხო, ახლა მე თქვენ განახებთ აპებს. ახლა ხან ირთვება ჩემი ინტერნეტი, ხან არა, რაღაცა უშლის ხელს. ამდაგვარი ლამპები არსებობდა, რომელსაც დენი გაზი, დენი და აირი არ ჭირდებოდა. რუსული პირველი პლანშეტი, რომელიც მოპარებს სლავიანებს, ჩაგმიჩეს ვაშლი და თავის ფირმენულ ნიშნად აქციეს. ხო, რუსულ ზღაპრებს დაცინოდნენ, სადაც ადამიანები საუბრობდნენ სარკეებთან, სადაც ვაშლი მისკაზე დარბოდა. და ეს ყველაფერი რუსულ ზღაპრებიდან იყო ცნობილი. რუსული ზღაპრები ჩვენ გვიყვებოდნენ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჰქონდა ცივილიზაციებს, სადაც ეს ყველაფერი წაიშლებოდა. ერთ-ერთი კიევის თავადი წავიდა ომში წარმართებთან საბრძოლველად და დიდი ხანი იყო ამ ომში, დიდი დრო გაატარა, დიდი დრო არ იყოფებოდა სახლში, მისი ცოლი ჩვეულებრივ ყოველდღიურად ამ თავადი კიევის თავადის მეუღლე იყურებოდა სარკეში და ყოველთვის სურდა ცოდნოდა ის რას აკეთებს და როგორ არის. მაგრამ ერთხელ შემთხვევით ნახა, რომ მას ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა წყოე ქალთან. მან გაბრაზებულზე დაამტრია ეს სარკე. ხო, ასეთი რამ ისტორია მოვიდა ჩვენ დრომდე კიევის თავადზე. ახლა მე თქვენ განახებთ ფოტოს, რომელსაც უწოდებენ სარკე იატა, ანუ იატა ნო კაგამი, დიდი სარკე ან მაფუნუს სარკე. ეს არის ერთ-ერთი სამისაგან ღვთაებრივი საგროიში განძისაგან იმპერატორი იაპონიის იმპერატორისა ხო მიფებში გაერთიანებულია წმენა სარკეზე, როგორც ღვთაებრივი მზის აღთქმა
და დავსვრი ლეგენდა სარკეთე როგორც სამყაროს ყოფილ ღვთაების ძალაუფლების სიმბოლოზე. მაშინ იმპერატორს შეეძლო ენახა ყველაფერი, რაც ხდებოდა თავის სამფლობელოში. ახლა მე თქვენ განახებთ. აი ესა ის სარკე. კარგი, მე აქში ვჩდები. მე მგონია უკვე მოგაბეზრდ თავი. ძალიან გრძელი ვიდეოა. იმედია მოგეწონათ და არ გამიბრაზდებით. ჩემ გამოთქმაზე შეცდომებზე რომ იშლება ხოლმე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.